you, ciao. დღეს არის 2 სექტემბერი და არის ჩემი დაბადების დღე. ეხლა გამოვედი აბაზანიდან, უნდა მოვემზადოთ თქვენთან ერთად და წავიდეთ ვახშამზე. ძალიან გემრიელი სტეიკები უნდა მივირთვათ. აუცილებლად გამოჩდით ქალწულები. სანამ თმის მოწესრიგებაზე გადავალ, პირველ რიგში ვიწყებ ხოლმე სახის მოვლით, რა თქმა უნდა. ჩემ ცხოვრებაში პირველი დაბადების დღე არის, როდესაც რაღაცნაირად ვერ აღვიქვა, რომ მაქვს დაბადების დღე. არა და მე ვარ ისეთი ტიპი, რომელიც 2 სექტემბერს ხო არის ჩემი დაბადების დღე და 3 სექტემბრიდან უკვე ვიწყებდი ხოლმე შემდეგი დაბადების დღის დაგეგმვას, იმიტომ რომ ნუ აი გიჟდებოდი. ეხლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ადრეს ხვანაირად ოვაციებში ვიყავი, ძალიან აღტაცებული. დაბადების დღეს გადახდა იყო ჩემთვის აპრიორი და მოკლედ ყველა მიცოდა რომ 2 სექტემბერი მოდიოდა რაღაც გრანდიოზულს ვაკეთებდი ხოლმე და რაც კვიპროსში ჩამოვედი, სამწუხაროდ ეგ ყველაფერი უკვე ესე აღარ ხდება და რა თქმა უნდა ვაბრალებ კვიპროსს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გავაკეთებ მიხალა დაბადების დღეს, მაგრამ კარგი სიახლეები მაქვს და ნელ-ნელა მაგასაც გაგიზიარებთ. და პირველი დაბადების დღეა ჩემის გარეშე და რაღაცნაირად ძალიან უშუალო არის. სახე დავასრულე, ეხლა დავივარცხნით მას. ძალიან მიყვარს ეს ავარცხალი, რომელიც გერმანიაში ვიყიდე DM-ში, არის არაჩვეულებრივი. 20 წუთი მაქვს მოსამზადებლად, მაგითა გვაქვს დაჯავშნილი ძალიან კარგ სტეიკ ჰაუსში, ჩვენი ყველაზე საყვარელი სტეიკები, ზუსტად მანდ არის ჰობოში, თუ მოხვდებით ლანაკაში აუცილებლად უნდა გასინჯოთ. Day off-იც კი არ ამიღია, წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ ჩავთვალე საჭირო. ძალიან უჩვეულო დაბადების დღე არის. დილით ვიმუშავე, გავედი ჩემს საყვარელ კაფეში. მე მქონდა ჩოგბურთი, პრივატული გაკვეთილი, რომელსაც არ გავაცდენდით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აღდგენები ერთი დიდი პრობლემა არის აქ. ახალი ტექნიკა ვისწავლე და ვნახოთ რამდენად იმუშავებს. ბევრად უფრო სწრაფად ვიღებ შედეგს. ცოტა დავაკელი გაშრობას და ალბათ მალე დაიშლება, მაგრამ არა უშავს, ძალიან მაგვიანებთ. ეს კაბა მინდა ჩავიცვა, იმიტომ რომ არც მე არასდროს და ძალიან დიდი ხანია მაქვს, ამიტომ ნახოთ აბა როგორი იქნება. ჩავიცვი და ძალიან მომწონს. და ასევე განტის შავი ლოფერებიც ჩავიცვი. შეფასებას თქვენ მოგანდობთ. ეხლა სამკაულებს გავიკეთებ, სუნამო და წავედით. მაკიაჟს არ ვიკეთებ, კიდევ კარგი ჩემი მაკიაჟი არის რუჯი. ლიფტში ისეთ ხელა რომ არ ვიცი, გააჩერეთ. ცუდად ვარ. გავიჭედეთ ლიფტში. ნახე აქ როგორ აქვს სტეიკები.